Ამ წლის იანვარში დამედგინდა მკერდის ავთვისებიანი სიმსივნე. მკურნალობა გადავწყვიტე თოდუას კლინიკაში. ჩემი მკურნალი ექიმი არის ქალბატონი მაკა აბულაძე, რომელთან ერთადაც გავიარეთ ქიმიოთერაპიის მკურნალობის კურსი. ქალბატონ მარიამს დაუდგინდა ადგილობრივად გავრცელებული ცუცუსკიბო, როდესაც პირველად შევხვდით ერთმანეთს, სხვანაირი იყო, ესეთი არ იყო, უფრო შეშინებული იყო, ძალიან ემოციურად, ცოტა რთულად გადაქონდა როგორც ყველა პაციენტს და ეს ძალიან ბუნებრივია. როცა მივედი კლინიკაში, მართლა ძალიან შეშინებული ვიყავი. როცა ვიცი, რომ ქიმიოთერაპიას როგორი უკუჩვენება აქ არ მინდოდა ქიმიის გაკეთება. როცა მივედი მაკა აბულაძესთან, მაინც შვიდად, წყნარად ამიხსნა ყველაფერი, დამამშვიდა და გადავწყვიტე, რომ გამეკეთებინა ქიმიოთერაპია. თავარი ესეთი რთული ეტაპი დასრულებული არის, ოპერაცია, საკმაოდ რთული და მასშტაბური ოპერაცია და შემდგომ ქიმიოთერაპიის 6 თვიანი კურსი დასრულდა. ახლა უნდა იყოს ძალიან მჭიდრო დაკვირვების ქვეშ, გადადის ჰორმონოთერაპიაზე, ასევე დასრულდება ახლა სხივები და შემდეგ ჰორმონოთერაპია. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ახლა საერთოდ სხვა თვალით აფასებს დარწმუნებული ვარ იმ გამლილ გზას და რაღაც ყველაზე რთული და ცუდი მომენტები უკან დარჩა. ძმა არა მოგივიდათ? მივიდა იმეხლა. ოღონდ ძალიან თეთრი. რატომ არ იღება? რა ვიცი, ვერიტები ჯერჯერობით. სანამ დიაგნოზს გავიგებდი, ჩვეულებრივი ცხოვრებით ვცხოვრობდი დიასახლის სივრცე. რო გითხრათ, რომ რამე განსაკუთრებული შეიცვალა დიაგნოზის გაგების მერე, ჩემ შემთხვევაში ვიტყვი, რომ დიდი არაფერი. მე თავს ავადმყოფად არ ვგრძნობ და არ მანიპულირებ ჩემი დაავადებით. პირიქით, უფრო გამაძლიერა ამ დაავადებამ, უფრო პოზიტიური გავხდი, უფრო კეთილი გავხდი, ყველაფერს ვაკეთებ, რაც საჭიროა. დიახ, სამაგალითოა, როგორც თავისი მოწესრიგებულობით ყოველთვის ყველაფერს ზუსტად როგორც ქონდა დაგეგმილი ისე ასრულებდა, სამაგალითოა თავისი გამბედულებით, თავისი სიმამაცით, თავისი სიძლიერით და თავისი გემრიელი მარცხის ტორტებით. ონკოპაციენტებს მინდა მიმართო, რომ არ გახდნენ დეპრესიულები, როცა გაიგებენ თავიანთ დაავადებას. პირიქით, შეინარჩუნონ პოზიტიურობა, სულით არ დაეცნენ. ჩვენი ხასიათი ამ დაავადებასთან ბრძოლაში ძალიან დიდ როლს თამაშობს. ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი თავის რწმენა, რწმენა იმისა, რომ ეს მკურნალობა შენთვის სასიკეთოდ კეთდება და აუცილებლად დაგეხმარება. ამ შემთხვევაში ნამდვილად სწორი მკურნალობით ძალიან დიდი შანსია, რომ ნამდვილად ყველაფერი კარგად იყოს, როგორც გვაქვს ჩვენ შემთხვევაშიც. უნდა იბრძოლონ თავიანთი თავის გადარჩენისთვის. დარწმუნებული ვარ, ეს ბრძოლა დადებით შედეგს გამოვიდებს. ისინი ამ ბრძოლაში გაიმარჯვებენ და გამოჯამრთელდებიან.